დღეს მომიტანა ხახვი, პამიდორი, მარწყვი, კიტრი, პური, რა ქვია, კბილის პასტა და ესეც ქაღალდი. ყველა დღე მოდის ასე დატვირთული. ყველა დღე და კიდევ ნახავ რომ სახლში რაღაც არ არის. საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოვედი ამ საღამოსაც რაღაც გამახსენდა ჩემი ბავშვობის დროინდელი კექსის მაგვარი ნამცხვარი. თლადარც კექსია და თლადარც ნამცხვარი. ხოდა ახლა გავაკეთებ. ამისათვის ჭირდება იქედან შუქი ჩავთო თუ არ ჩავთო. რაღაც არ ჩანს მე მგონი კარგად. განათება არ არის მე მგონი კარგად და თლად ვერ ხვდები. 3 ცალი კვერცხი, ასე გამოვაჩენ, 3 ცალი კვერცხი, 150 გრამი მარგარინი, 2 ჭიქა შაქარი, ამას დავწყავ მე ჭიქით, სოდა 1 ჩაის კოვზი, მაწონი არ არის განსაზღვრული, რამდენსაც შეიზელს მე და ფქვილი თავისთავად. 4 ჭიქა ფქვილი და 2 ჭიქა შაქარი. $150 გრამი მარგარინიც შევურიოთ და ავსრისოთ კარგად. კარგად უნდა ავსრისოთ ერთმანეთში, ისე რომ ხვიერი მასალა გამოვიდეს. რაც შეიძლება კარგად უნდა ავსრისოთ, რომ არ დარჩეს მარგარინი სადმე ცალკე. უნდა იყოს ერთმანეთში კარგად არეული. და თან გამოვა ხვიერი მასალა. აი ნახეთ როგორია. თან ტკბილიც გამომელია სახლში და მაინც მინდა რამე და ეხლა პრემიანების წყობას ამ სიცხეში მირჩევნია ასეთი რაღაცეები. შევია ერთმანეთს კარგად. 1 ჭიქა გადმოვიღოთ ახლა ზემოდან მოსაყრელად. ამას შევურიოთ 3 ცალი კვერცხი. ისევ ავსრისავ კარგად. ეხლა 1 ცალი ვანილი, 1 ჩაის კოვზი სოდა, მაწონში ავსრის კარგად, ავე ერთმანეთში კარგად. წამოვა ეს.
ამას დავამატებ მაწონს. ეხლა არ ვიცი აქ როგორ ჩანს. მგონი ასე მოვიტანო ჯობია. მაწონს დავამატებ თანდათან, რადგან შეგიძლიათ სათქვეფითაც აუღიოთ კარგად. აი ნახეთ როგორი სისქისაა. ეხლა ამას ცხიმ-მოსმულ ჟარონაზე გადავიტან და გამოვაცხობ 180 გრადუსზე. ცხიმი წაუსვი. მე მგონი რაღაცას ვეფარები. ცხიმი წაუსვი. მინდა რომ კარგად გაჩვენოთ და ვერ გაჩვენებთ. აი ასე. დავასხამ ახლა ამასას. არაჟანის სისქისა, არც თხელია და არც ქერი. უცბად გააკეთებ. ძალიან გემრიელიც გამოდის. ბევრი მასალაც არ უნდა. გადავანაწილებ ასე ამასას, რომ იყოს ერთნაირი. მორჩენილ ქვილს რომ ამოვიღეთ შაქრიანი და მარგარინიანი ქვილი, კარაქითაც შეიძლება. ამას მოვაყრე კარგად. ეს ვიცსაც აძლევს, გემოსაც აძლევს, ფერსაც აძლევს და ძალიან გემრიელი. აი ასე. შევდგამ ახლა 180 გრადუსზე და გამოვაცხობ. ჩემი მეუღლე დააგემოვნებს და ყველაფერს იტყვის, მინუსაც და პლუსსაც. ნამდვილად არ მეზარება, მეგობრებო, არაფრის კეთება. უბრალოდ ეხლა არის ძალიან მაგარი სიცხე და ცოტა არ იყოს სიცხეში არის რთული, თორემ სიზარმაცით არაფერი არ მეზარება. თავარი აგერმა ჭამონ და რამესი პრეტენზია არ გამოთქვა. ესე ერთი რამ მაინტერესებს. რაც თქვი, გავაკეთე, რეცეპტები ჩამოვთვალე, ვინმე თუ გააკეთეთ ჩემი რეცეპტით რამე და თუ მოგეწონათ და თუ ხართ კმაყოფილი. მართლა მაინტერესებს. თუ ცადეთ არ გამოვიდა, თუ რამეს არასწორად ხსნი, მართლა მაინტერესებს. საინტერესოა ნამდვილად. ეხლა მეოთხე გარეცხვა გავრეცხე მეოთხეჯერ უკვე და გავფინე კიდევ. მთელი დღეა სარეცხებ რეცხავ, რა მაქვს წესა, პირსახოცთან პირსახოცი უნდა გავრეცხო. თეთრებთან სულ თეთრები და არ შეურევ არაფერს. შავს კიდევ სულ შავი სითხით ვეცხავ და პერსილის სითხეები რომ არის შავისთვის. ცალკე და ასე პარტიებად რომ რეცხავ და რეცხავ, მთელი დღე მიწევს. მანქანასაც ვაწვალებ, ჩემ თავსაც ვაწვალებ და არ ვამბობ, წიკები მაგ თუ რა ვიცი, რაც გინდათ ის დააქვით მეგობრებო, მაგრამ მთელი დღე ვალაგებ, მთელი დღე რაღაცას ვაკეთებ და რომ ნახოთ, ყველა ჩემზე დალაგებული ხართ, ყველა ჩემზე დაწკრიალი, ჩემზე მეტად დაწკრიალებული ხართ და რას ვაკეთებ, მეც არ ვიცი. ხო და მე ისევ ჩემ თავზე მეშლება ნერვები. აი აქ როგორ ჩანს არ ვიცი, შეგახედოთ, ჯერ არ არის წამოსულია უბრალოდ, ჯერ არ არის კარგად ამოსული. წამოსული არის. ჯერ დრო ჭირდება, მშვენიერი კარგად ამოვა ეს და მშვენიერი კარგიც გამოვა. ეხლა სარეცხები იმდენი დამიკროვდა. დავკეცო მაინც თქვენთან ერთად. ისე რომ მეც
ჩამდე. აი ასე. ეხლა ვკრები და შემოვიტანე და დავყარე. იქით ამირან სინავს. და ცოტა მაინც ჩუმად ვილაპარაკო. უმეტესობა დასაუთავებელია. ძალიან მაგარი სიცხეა დღეს, ძალიან მაგარი. ეხლა შემოსასვლელში ვარ აქ ცოტა სიბრილეა. რომ დაავთავო კი ეს პირსახოცების დასაუთავებელია, მაგრამ ვერ დავავთავ. ჩავკეცავ აქ მაგ ყველა პირსახოცი, რომელსაც ვსარგებლობთ, იმიტომ რომ ვისაც აბანოსთვის ჭირდება, ვისაც პირისთვის ჭირდება, ადვილად ასაწევია და მე აბანოში კი რემონტი გაკეთებული მაქვს, ყველაფერი ნორმალურად მაქვს, მაგრამ ეს არ მაქვს აბანოში თავისი თარმები და ეგენი რომ არის პირსახოცები რომ იქ ჩაალაგო და რა ვიცი ხა იქ როგორ არის იცი ჩემთან არის აბანოში დაბალი ჭერი ანუ ზევით გვაქვს სკლადოვკა გაკეთებული როგორ არის მისაღებიდან ქუხნამდე და აბანოში ჭერია დადავლებული ხო და ბანაობისას ვაიდე და ახლა ძირში დავყარე ბანაობისას იორთქლება აბანო ხო და იქ რომს გავაკეთო ეს თაროები გინდა ხურული იყოს და გინდღია მაინც იქნება იქ სისველი და ამ პირსახოცებსაც დაასვენებს და მასეც რა მნიშვნელობა გავაკეთებ თუ არა და ამიტომ თავს ვიკავებ თორემ მაგასაც რაღაცას ვიზამდი მაგრამ რემონტი როცა გავაკეთე მაშინ ამას ვიზამდი მაგრამ მაგიტომ შევიკავე თავი ზუსტად კი იქ ფორტოჩკაც მაქვს და ანუ პატარა ფანჯარა და გადის ჰაერი თუ სირი რა ქვია თბილი ორთქლი გადის მაგრამ ისე ვერა როგორც საჭიროა და რა მნიშვნელობა აქვს ამათ არ კეცავ არ ვატრიალებ იმიტომ რომ დავავთავო და ასე რომ მიწყვია აქ ყველასთვის არის ადვილად მისაწვდო და დსადარი აღარ იწახია აი მე რამდენად გამივარდა ჩემთან სამზარეულოში არის ახლა მაგარი სიცხე არ დაგვავიწყდეს ჩვენი ნამცხვარი შევიხედოთ მაგრამ ჯერ არ იქნება ამიტომ გაიგვიძებს მე დავავთავებ ახლა იქ ვერაფრით ვერ გავავთავებ მისაღებში ხმაური იქნება საავთობელი მაგიდა ხმაურობს ხომ იცით და ამიტომ მე რამდენი გამივარდა მართლა ძირში აი როგორი მართლა ვაწვალებ ჩემს სულს არავინ არ მაძალებს არავინ არ ითხოვს არაფერს პირიქით დღეს ამირანმა მითხრა დაიძინე შუადღითაც და დაისვენე რომ ხედავ გადაღლილი ხარო მაგრამ არა მეთქი სანამ ჩემი საქმეებს არ მოვამთავრებ ბოლომდე არა მეთქი და
მთელი დილიდან რაც ავდექი, ჯერ არ დამჭდარყა. ყავაზე ვიჯექი მხოლოდ. დღეს ნათიაც არ მყავს სახლში, რომელიც დავუძახო და მაგის მიზეზით დავჭდები ყავაზე. ეხა ისე ვაწყობ და ვყრი, რომ მაინც საავადმყოფოებელია. ეხლა იმიდან გავიხედე და არ არის კარებებია, ესე იგი არ არის ისე. ჩემს დაძინებამდე მოვა, დავუძახებ და თუ არა და მე გვიანზე პერა. ეს ცალკე მქონდა გარეცხილი, აგიც ცალკე დავრეცხე მეგობრები, მაგრამ გასაუთოებელი რადგან არის აქ შემოვიტანე და არ გეგონოთ რომ ამათ რეცხავსარეცხი მანქანაში სხვა სარეცხის ერთად გამორიცხულია, ამას თასებში ვრეცხავ, უბრალოდ კუთხეში გაფენილი მქონდა და შემოვიტანე. ხა ის დასაუთებელი ეს შესანახია. ნახეთ როგორ ამოდის, ჯერ კიდე ამოვა ეს. შვენივრად, კიდე ამოვა ჯერ ეს, შვენივრად გამოდის. დავამთავრე ესენი. ამათ მე დავაგებ, დავავთავებ და დავაწყობ თავის ადგილას. მე მგონი დრო გაუვიდა საცხობს და დავამატო ხელმეორედ. ხო. და დავამატო, ჯერ თეთრია. კი. ჯერ ჭირდება საკმაოდ. ეხლა იწყებს სფერებას. მეც რას დავდივარ იქით ამით. დავჭდე ერთი ცოტა ხანი. ეხლა იწყებს შევარდის სფერებას. ეხლა იქიდან მანაცვლებს შუქი. დავცავ ეხლა თუმე მართლა არ დავწვა. ეხლა ღია მაქვს მეგობრებო, კარი, მაგრამ გარეთ სიწყნარია, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ თუ რამე ხმას თუ რამე ხმას გაიგონებთ, ცოტა ხმაურს უკვე აღარ მოვერიდები, თორემ ყველაფერს ხურავ რომ ვიდეო ჩავწერო და უკვე მე ვარ და ვიხშობი, ისე ვარ სიცხეში და ეხლა სიწყნარია შედარებით და არაუშავს ხარ ცოტა ხმაური მე მგონი არ იქნება საშინელება და თუ მეტი ხმა შემოვა რამე ეგრევე დავხურა. უკვე წასულებიან ესეთი არის 8 საკლია 20 წუთი. უკვე წასულები არიან 7-ზე ამთავრებენ. იმიტომ არის სიწყნარი. მართლა დამცხა უკვე, ძალიან ცხელა. აბაის და კი გავიყვანე საქმე ბოლოში, მაგრამ სიცხეში ძნელია ცოტა. ეხლა ერთადერთი კიდევ რაც მინდა, არ არის შეიძლება ისეთი დასარეცხი, მაგრამ ამას წინ ხომ ფანჯრები გავწმინდე, ისე ჩაგავწმინდე, ფარდები არ ჩამომიღია. ფარდები დიდი ხნის კი არ არის ჩამოუღებელი და გასარეცხი, მაგრამ რადგან ასე სულ იმტვერება, მინდა რომ გავრეცხო, მაგრამ არ ვიცი ახლა დღეს ხვალზე, არ ვიცი. როცა უცებ მომაფიქრდება, გავაკეთებ.
ახლა ამინდები კი არის უნდა. რა მაგთან? იქით მხარეს მაქვს ფარდები. ერთ ოთახში, ჩემს აძინებელში დიდი ფარდა და ღამის ფარდა, იმიტომ რომ კარი და ფანჯარა იქა და გიგას ოთახში არის ერთი ფანჯარა. იქაც მაქვს ღამის ფარდა რა თქმა უნდა, მაგრამ ის დიდები არ არის. რა უნდა ახლა იმის გარეცხვას და გაფენას და გაწმენდას, არც არაფერი. აქ კიდე ფარდა ჟალუზი მაქვს და ამას ახლა ხშირად წმენდა არ უნდა. არა რა ამ სიცხეში გასთან და საცხობთან არის საშინელება. მაგრამ რას ვიზამთ? კი ამათ ცხელი საჭმელი არ გვინდა ოიძახიან. ეს არ გვინდა, ეს ზაფხულის კაპრიზებია თორემ მშვენივრად უნდათ. ისე მშვენივრად ჭამეს. სულ ცივი რა უნდა ჭამო. შევხედოთ. ჯერაკლია. კარგად შეწითლდეს და ზოგჯერ მავწყდება და მაინც იქით ვიყურები. ზოგჯერ. უფრო მეტად უფრო მივეჩვიე და ვიყურები იქ სადაც საჭიროა, მაგრამ ზოგჯერ მაინც თვალი გამივიდეს. რატომ გამივიდეს? მე როგორ გამოვიყურები? რომ არ დაგაფრთხოთ. სულ ასე სახლის ფორმით რომ ვარ. ზეკოფეს დაულევდი ახლა სიამოვნებით, მაგრამ მარტო მეზარება. მე მივწერო ნათიას მოსული არის თუ არა. რაღაც მარტო ყავა არის როგორ იცით, რაღაც ჩაის რომ სვამისე. ვიღაცის ერთად ყავა არის სულ სხვა გემო. ეხლა თქვენს ერთადაც შემიძლია დავლიო, მაგრამ ვერ შევირგებ. ხან იმაზე გავაბივარ, ხან იმაზე გავაბივარ და მაინც ვერ შევირგებ და მე მივწერ ნათიას. თუ არის სახში დავაგემოვნებთ ჩვენ გამცხარსაც და არ ჭამს ის ყველას, მაგრამ მე ვაცდუნებ და ვაჭრობ. ბოლოს ალბათ მომიწევს გალანძღვა. ნუ ვარაკეთებ ამდენ ტყუილს გამცინის. რომ ხო ვიცი მე მეჭმება. ეს მშვენივრად ამოვიდა და ჯერ არა გამიცხვა. ეს საცხობი ერთი წელია მე რაც მაქვს. მგონი ერთი წელი არცა. მგონი არა. და ხელის შეწყო მეგანა მაქვს დაწერილი ყველა იგი გადმოვაწერინე ჩემს ინგლისურიდან რომ რას რა უნდა, მაგრამ ეხლა ნამცხვარს სხვა უნდა, მაფინებს სხვა უნდა, ხაჭაპურს სხვა უნდა, იმას სხვა უნდა, ამას სხვა უნდა და ზუსტად მასე ეხლა სიტყვით არ წერია ხა რა ნამცხვარს ვაცხობ და რა უნდა. და ძირითადად ვაცხობ 180 გრადუსზე, მაგრამ შეიძლება მაგალითად 180 გრადუსი ბევრს აქვს. ბევრ ფუნქციაზე აქვს. და შეიძლება ეხლა როგორ არის? დანოვლილი ხომ არის ის ერთი მაგალითად მოიცა მიწერია. მიწერია და მაცივარზე მაქვს გაკრული. ნამცხვარი F1-ით არის აღნიშნული. კექსი F2-ით არის აღნიშნული. მაფინი F3 და ასე იქ ვაკეთებ და ეხლა ვაკეთებ მაფინის იმით F3-ით მაფინით. და შეიძლება მაფინით კერა უფრო კექსით და F2-ით შეიძლება უკეთესი დარჩეს და ჟელატინი, ღვეზელი, ტკბილეული პიცა, ფქვილიანი, კრეკერები, ვაშლი, ყველაფერია ჩამოთვლილი ხორციანები გენი, მაგრამ ახლა რა იცი, ნამცხვარი და კექსი და მაფინი.
აქ ცოტა ვირევი და რომელი დავაყენო, ვერ ხვდები და დავაყენე 3. ნამცხვარი, რომელ ნამცხვარს გულისხმობს ის და მაფინიც კექსივით არის და კექსიც თითქმის ისე არის და არ ვიცი. აზრით ვაკეთებ და შეიძლება უკეთესი დარჩეს, მაგალითად კექსის იმით, რადგან ეს ნამცხვარი უფრო კექსის მაგვარია. ისე რასაც აკეთებს, ყველაფერს გადასარევს აკეთებს. აკეთებს რასაც აწყობს. ისე დღეს არაფერს არ გავაკეთებ, შეიძლება დავავთვალო და შეიძლება ვერც. ჩემ თავს მიხედავდა და მორჩა. მახშამის გარდა, მახშამის ხომ დავაჭამო მათ. შავი სარეცხი ეხლა გავფენე, იმიტომ რომ მზემ არ დამიწვას მეთქი. მთელ ღამესაც კიდე ვერ ენდობი და ვერ დატევ. ვინმე მარიცის ღამე ან გაწვიმდება თუ ქარი ამოვარდე. ვერ ენდობ. და სანამ ჩვენ დაწვრის დრო მოვა, დაშრება ან გიგამოვა და აიღებს. რავშნო წესი მაგას ასე რომ იცი. ვიდეოებში მოხედავ არ მომწონს, მაგრამ ჩვევას არაფერი არ შეიძლება. ესე რაღაცები დავთმე. არა მთლად ვერ დავთმე, მაგრამ მახსენდება და ვცდილობ რომ დავთმე. უკვე დასაწყისში ძალიან არეული ლაპარაკი მქონდა და გუშინაც რას დავაკვირდი იცით, როცა მეჩქარება და ერთ ანუ ვიდეოს ჩაწერის დროს ისიც მინდა გავაკეთო, ისიც და ასე თან თქვათ ეხლა გუში რომ ვაკეთებდი საჭმელს, თან უნდა ჩავწერო, თან საჭმელი უნდა გავაკეთო, იქ არ შემეშალოს რამე იქ ხო და იქ უკვე სხვანაირად ვლაპარაკობ, თუ ზივარ ასე და ლაპარაკობ დიდად არ მეშლება საუბარი მეგონი. აი ჩემ მინუსებზე ვლაპარაკობ და შემიძლია რომ თქვა იმიტომ რომ ეს არ არის სიცხვილე. შენი მინუსები შენ თუ ხედავ მთლად კარგი, თუ სხვა ხედავს და გეუბნება, ისიც უნდა მივიღო რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემ მინუსებს თუ მე შევნიშნავ და გამოვასწორებ, ამაზე უკეთესი რა არის. და არ ვარ ჯინიანი ახლა, მე მასე კი არა, ასე ვარ და ისე ვარ და რას ქვია მასე რატომ მეუბნებით, ასეთი ვარ და ისეთი ვარ, არ ვარ. დღეს კი დილას გაღიზიანებული ვიდეო ჩავწერე და მაგრამ ის სხვა თემა იყო და ის სხვა ამბავი იყო და ახლა სხვა რამეზე ვარ. თხილები გამიფუჭდა მეგობრებო, რა აი სად თემებიდან სად გადავხვრე. 3 თითზე გამიფუჭდა, რომელსაც ძირითადად ხმარობ რაღაცეებში. იმის ბრალი არ არის, ჩემი ბრალი, იმიტომ რომ არ მოგთხრობ და თან გამეზარდა და უკვე ვერ უძლებს ჩემთვის ძალიან ისეთია. მანაჯერ დრო არის და ცოტა ანუ ჩემმა ძმისშვილმა გახსნა ახლა სახლში და რაღაცე ალბათ მაგ დავიწყებს სიარულს. იმიტომ არა რომ იმ გოგოს გაკეთებული არ მომწონს, მაგრამ როგორ თქვა ახლა, შეიძლება ვიღაცისთვის ისე არის, რომ ძმისშვილთან უფასოთილი არა, მოიკლავს თავს, მაგრამ არაფრის დიდებით. თუ მასე დააპირებს, მეორედ არ მივალ ნამდვილად. ადრეც მუშაობდა და ერთ-ორჯერ კი არა, 3-ჯერ მასე გააკეთა და მე აღარ მივედი მასთან, ან გამომართვი თანხა, ან აღარ გავაკეთებდი მეთქი. ადამიანი მუშაობს, იმას მისი თავისი ანაზღაურება ჭირდება. ასე არ არის. ერთხელ გცემს ადამიანი პატევს, რომ ეხლა 100-ჯერ არ შეიძლება. და თუ გადავალიყო, ხო ეგეც არ არის მართალი, ეხლა რომ ამ გოგოსთანამდე ხანია დავდივარ, კმაყოფილი ვარ,
ძალიან უკვე დავახლოვდით და რაღაც არ არის სწორი, მაგრამ მე ეხლა ძმისშვილი აკეთებს და კიდევ ერთხელ იმის გამო არა რომ ორი არ გადავიხადო და მაგიტომ იქნება. არა, მინდა რომ იმანაც რაღაც 1-2 კაპიკი გააკეთოს და მე რა რომ ძმისშვილია. აი, გაჩვენოთ როგორია. 10 დაიწყო მეგობრებო. ამას ჯერ კიდევ ძინავს. გავაღვიძო ეხლა თორე. უნათი არაა სახლში და კოფეც აღარ დამილევია. გასაუთოებელი ხვალისთვის გადავდე, ეგეც შემეზარა. ცხელა და მაგიტომ არ მეზარება. ცხელა და დილას უფრო ის იქნება სიგრილე და სიგრილეში დავავთავე. აქ დეკორატიული ყვავილი რომ მიდევს, ამის ფოთლები მაქვს დასაწმენდი კარგად. მაგის ფოთლებს გავწმინდა ეხლა და მორჩა დღევანდელი საქმე. ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ. დაგემშვიდობებით ეხლა. მოვალ დილით. ღმერთის ნებით ხვალამდე.